უკრაინის თავდაცვის ძალებს არ უყვართ უმოქმედოდ ყოფნა, ან უბრალოდ იმ აღჭურვილობით დაკმაყოფილება, რაც აქვთ. ისინი ყოველთვის მუშაობენ შემდეგ დიდ მიღწევაზე. მუდმივად ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა მტერზე უპირატესობა მოიპოვონ. სწორედ ამ მიდგომამ არა მარტო შეინარჩუნა უკრაინა ომში ამდენი ხნის განმავლობაში, არამედ მისცა საშუალება არაერთხელ გაესწრო მოლოდინები და შეცვალა ვითარება თავის სასარგებლოდ. და ახლა კიევის ძალები მზად არიან წარადგინონ თავიანთი უახლესი ინოვაცია. რაღაც ისეთი ძლიერი, ისეთი ძნელად გასანადგურებელი, რომ თვით ამერიკის შეიარაღებული ძალებიც კი გაოცდნენ, როცა ამის შესახებ გაიგეს. გაიცანით სკიფი, სრულიად ახალი, ადგილობრივად შექმნილი ჯავშან ტრანსპორტიორი, რომელიც დაეხმარება უკრაინის ჯარისკაცებს უსაფრთხოდ გადაადგილდნენ დაპირისპირებულ ფრონტის ხაზებზე. როგორც ნებისმიერი სხვა ჯავშან ტრანსპორტიორის ან საბრძოლო ტაქსის, სკიფის მთავარი ამოცანა იქნება ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის გადაყვანა საბრძოლო ზონებში და უკან. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ძალიან გავდნენ ქეით და საბრძოლო მანქანებს, ჩვეულებრივი დამკვირვებლისთვის ჯავშან ტრანსპორტიორები უფრო მეტად ორიენტირებულია მობილურობაზე, ვიდრე უშუალო საბრძოლო შესაძლებლობებზე. ისინი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას საბრძოლო მასალის, საკვების, სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვა მარაგების დასაღებად ერთი წერტილი და მეორეში, ან თუნდაც დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისთვის სახიფათო ადგილებიდან. ამ დრომდე უკრაინა ძირითადად ეკრნებოდა ამერიკაში წარმოებულ M113 ჯავშან ტრანსპორტიორს, ასეთი ამოცანების შესასრულებლად, და ეს ნამდვილად ცუდი არჩევანი არ არის. FMC Corporation-ის მიერ შექმნილი და წარმოებული M113 შევიდა შეერთებული შტატების არმიის ევროპულ ნაწილში 1960-იანი წლების დასაწყისში და შეცვალა M59. ის პირველად გამოიტანეს ბრძოლაში 1962 წლის აპრილში, ვიეტნამის ომის დროს, და შემდეგ გახდა აშშ-ის არმიის ყველაზე ფართოდ გამოყენებული ჯავშან მანქანა ამ კონფლიქტში. მისი განძლე შასის წყალობით ჯარისკაცთა ჯგუფებს შეეძლოთ გაერღვიათ ჯუნგლების სქელი ბუჩქები და მცენარეულობა, რათა მტრის პოზიციები დაეკავებინათ. წლების განმავლობაში M113 ძირითადად ჩაანაცვლა უფრო თანამედროვე, ეფექტურმა და მრავალმხრივმა ბრედლის ჯავშან ტექნიკის ოჯახმა, ხოლო მოდელებმა, როგორიცაა ბრედლი M2 და M3, აირეს ფრონტის ხაზის მოვალეობები. თუმცა M113 კვლავაც აქტუალური დარჩა დამხმარე როლებისა და პასუხისმგებლობების და ესთვის და ეს მანქანები დღემდე გამოიყენება აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ როგორც ნაღმწორწნიანი მანქანები, საინჟინრო მანქანები, სარდლობის მანქანები და ჯავშან სასტრაფოები. მართალია აშშ-ის არმიის მძიმე ბრიგადის საბრძოლო ჯგუფები ამჟამად დაახლოებით 6000 M113 იყენებენ. და M113-3-ის დიზაინმა წარმოშვა მრავალი ვარიაცია და ადაპტაცია, რომლებიც კვლავაც გამოიყენება აშშ-სა და სხვა ქვეყნების სამხედრო ძალებში მთელ მსოფლიოში. დაახლოებით 80,000 ერთეული შეადგენს მასიურ M113-3-ის ოჯახს, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული. უკრაინა ერთ-ერთი ამ ქვეყნიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, შეფასებები მიუთითებს, რომ კიევმა კონფლიქტის განმავლობაში სულ მცირე 1700 M113 მიიღო. ამაში შედის მინიმუმ 900 ერთეული უშუალოდ შეერთებული შტატებიდან და ასობით სხვა, რომლებიც სხვადასხვა მოკავშირეებმა მიაწოდეს. მათ შორის ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, ავსტრალიამ, გერმანიამ, ესპანეთმა, დანიამ, ლიტვამ და ბელგიამ. ეს M113 რუსეთ-უკრაინის ომში დასავლური ჯავშან ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებად მანქანად აქცევს და მან დაამტკიცა, რომ უკრაინული ტექნიკის პარკისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი დამატება. არ არის რთული იმის დანახვა, რატომაც ასე, რადგან ამ ჯავშან მანქანას აქვს მრავალი ჭკვიანური დიზაინის თავისებურება და ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც მას კარგად უხდება ამ ტიპის ომს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის 6 წლის წინ იყო წარმოებული. უპირველეს ყოვლისა ის გამორჩეულად მობილურია. ზოგიერთი ვერსია მაქსიმალურ სიჩქარეს აღწევს დაახლოებით 42 მილის საათში, ანუ 67 კმ/სთ და ჯავშან მანქანის დიზაინი ადვილად უმკლავდება უხეშ ან არათანაბარ ზედაპირს. მისი მუხლუხებიანი სავალი სისტემა უკეთ უმკლავდება ტალახს, რთულ რელიეფს ან რბილ ნიადაგს, ვიდრე ნებისმიერი საბურავიანი ალტერნატივა. ამიტომ მას მარტივად შეუძლია გადაადგილება გზის გარეშე, მინდვრებში ან თუნდაც ტყიან ადგილებში, ისე რომ არ ჩარჩეს გზაში დანიშნულებისკენ მიმავალ გზაზე. ის კი წყლის გადაკვეთაც შეუძლია. წყალგაუმტარი კორპუსისა და მუხლუხების წყალობით ძირითადი კომპონენტები დაცულია, როცა მდინარეებსა და ნაკადულებს კვეთს. ეს ნიშნავს, რომ თუ უკრაინის ძალებს წყლის ერთ მხარესიდან მეორეზე გადასვლა სჭირდებათ, აუცილებელი არ არის ნაპირს გახვნენ და ხიდი მოძებნონ. მათ შეუძლიათ პირდაპირ გადაკვეთონ და ამით შესაძლოა საათები დაზოგონ. M113-3-ის სხვა უპირატესობებს შორის არის მისი სანდოობა და მარტივი მოვლა. უკრაინელმა მექანიკოსებმა დადებითად აღნიშნეს ის ფაქტი, რომ M113-3 იყენებს ძრავატრანსმისიის სისტემას, რომელიც მსგავსია ჯონ დირის სასოფლო სამეურნეო ტექნიკაში გამოყენებულის მაგალითად. რადგან ეს ესეთი პოპულარული და ფართოდ გავრცელებული ჯავშან მანქანაა, არასდროს არის რთული სათადარიგო ნაწილების მოძიება და აუცილებელი შეკეთებების ჩატარება, რათა ეს მანქანები მუშა მდგომარეობაში დარჩეს. გარდა ამისა, რადგან ამდენი ესეთი ჯავშან მანქანა დამზადდა და სხვადასხვა ქვეყანას მიეწოდა, ამ ქვეყნებიდან ბევრმა სიამოვნებით გაუგზავნა კიევს ათეულობით ან თუნდაც ასეულობით ერთეული, რაც უკრაინის არმიას საკმაოდ სოლიდურ მარაგს აძლევს. მაგრამ ყველა ამ უპირატესობის მიუხედავად M113 ერთი აშკარა სისუსტე აქვს. ის უბრალოდ საკმარისად გამძლე არ არის, რომ გაუძლოს დღევანდელი უკრაინული ბრძოლის ბრძოლიველების სიმკაცრეს.
2026 წელს უკრაინული ტექნიკისტვის ყველაზე დიდი საფრთხე აღარ არის ცეცხლსასროლი იარაღი ან ხელკუმბარები, რასთანაც M113-ს გამკლავება შეუძლია, არამედ FPV დრონები და საარტილერიო დარტყმები. როდესაც ის გამოუშვეს, M113 გამოცხადდა როგორც მსოფლიოში პირველი მასიურად წარმოებული ჯავშან ტექნიკა ალუმინის კორპუსით. ეს იმ დროისთვის რადიკალურად ახალი დიზაინის მახასიათებელი იყო, რადგან ამით ეს ჯავშან მანქანა ბევრად უფრო მსუბუქი გახდა თავის წინამორბედებთან შედარებით, რაც თავის მხრივ მობილურობას უწყობდა ხელს. სამწუხაროდ ამის სანაცვლოდ განძლეობა შემცირდა. და დღეს, როდესაც რუსეთს შეუძლია კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატების, ანუ UAV-ების გაშვება მსუბუქად დაჯავშნული ჯავშან მანქანების მოსაძებნად და გასანადგურებლად, M113-ები და ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ამ მანქანებზე გადაადგილდებიან, ყოველთვის საფრთხის ქვეშ არიან. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ აქვს საკმაოდ დიდი რაოდენობის M113-ები ასობით ასეთი მანქანა, დრონების იერიშებსა და არტილერიას შეეწირა წლების განმავლობაში. მართლა ასეა. ორიქსის ღია წყაროების სადაზორო ჯგუფის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე ვიზუალურად დადასტურებულია, რომ უკრაინამ 500-ზე მეტი M113 დაკარგა. სავარაუდოა, რომ რეალური რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, რადგან ორიքს და მსგავსი ოსინთ ჯგუფები მხოლოდ იმ დანაკარგებს ითვლიან, რომელთაც ნათელი ვიზუალური მტკიცებულება ახლავს. უკრაინის ძალები ადაპტაციას ცდილობენ. მაგალითად გავრცელდა სურათები და ვიდეოები, სადაც ჩანს M113-ები, რომლებიც თვითნაკეთი ანტიდრონული დანამატებითაა აღჭურვი. ზოგიერთი მათგანი თითქმის მთლიანად დაფარულია ეგრეთ წოდებულ ზღარბის სტილის წვერებით, რომლებიც ყველა მიმართულებით არის გამოშვერილი. როდესაც მტრის დრონი ახლოს მოდის, ის პირდაპირ ჯავშან მანქანის კორპუსს კი არ ეჯახება, არამედ ერთ ან რამდენიმე წვერს ეჯახება, რის შედეგადაც დრონი ნაადრევად ფეთქდება, ან კი მთლიანად იშლება, სანამ დამატებით ზიანს მიაყენებს. წვერები გარკვეულ დაცვას ბომბდამშენი დრონებისგანაც უზრუნველყოფს. ჩამოგდებული საბრძოლო მასალა ჯავშან მანქანის კორპუსს კი არ ეცემა, არამედ ამ წვერებიან ფენას, რის გამოც აფეთქება მანქანიდან უფრო შორს ხდება და ნაკლებ ზიანს აყენებს. მაგრამ ეს დამატებითი დანცავი ფენები გარკვეულ ფასად ჯდება. მათი მომზადება და ჯავშან მანქანებზე დამაგრება დროს მოითხოვს და მაგალითად შეიძლება ჯარისკაცებისთვის მანქანაში შესვლა და გამოსვლაც გაართულოს. ისინი ასევე ამატებენ წონას მანქანებს, რაც შეიძლება შეანელოს ან ცოტა ნაკლებად მანევრულები გახადოს ისინი, რაც თავის მხრივ შეიძლება უფრო დიდი და ადვილად სამიზნე გახადოს მტრისთვის, რითაც მათი დანცავი ძალა შეიძლება გაუქმდეს. იდეალურ სამყაროში უკრაინელ ჯარისკაცებს არ მოუწევდათ თავიანთი მანქანების ამგვარად მოდიფიცირებაში დროის დაკარგვა. ეს არის შრომატევადი საქმე, რომელიც მათ ძალისხმევასა და ყურადღებას სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებს აშორებს. მეტად სასურველი იქნებოდა კიევის ძალებს შეეძლოთ გამოეყვანათ ჯავშან მანქანა, რომელსაც უკვე დიზაინის ნაწილად ექნებოდა უფრო ძლიერი ჯავშანი და შეძლებდა მეტი დაზიანების გაძლებას, ისე რომ არ დაეკარგა ის უნიკალური მობილურობა და მოქნილობა, რასაც M113 უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ზედმეტად დიდი მოთხოვნა მოგეჩვენოთ, ასე არ არის, რადგან სწორედ ამას უზრუნველყოფს სკიფი. მისი დიზაინი ეფუძნება M113-ს, აგრძელებს იმ შესანიშნავ საფუძვლებს, რაც ამ მრავალწლოვანმა და უაღრესად წარმატებულმა ჯავშან მანქანამ წლების განმავლობაში შექმნა. ინარჩუნებს მის სიჩქარეს, ეფექტიანობასა და გამოყენების სიმარტივეს. ამავდროულად აძლიერებს მის დაცვას სრულიად ახალ დონეზე და უკეთესად ადაპტივდება 22 საუკუნის საბრძოლო ველებისთვის. ის მრავალი თვალსაზრისით წარმოადგენს M113-ის შემდეგ ევოლუციას და უკრაინის სწრაფად განვითარებადი და სულ უფრო ინოვაციური ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის ძლიერ ნიშანს. სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ სკიფის ტექნიკურ მახასიათებლებსა და უნიკალურ შესაძლებლობებს, თუ ასეთი ტიპის ანალიზი გსურთ უფრო ხშირად იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ all კვირას ასე ვყოფთ და ვაანალიზებთ ყველაფერს. SCIF შეიქმნა კიევში დაფუძნებული კომპანიის UKR Armotech-ის მიერ და აშკარად ჩანს, რატომ აქცევენ ისინი დიდ ყურადღებას კლასიკური M113-ის დიზაინს, როდესაც ამ ახალ და საინტერესო ჯავშან მანქანას აწყობენ. თუ ტექნიკურ მახასიათებლებს შევხედავთ, მაგალითად SCF-ის წონა აღწევს 15 ტონას, რაც თითქმის იდენტურია M113-ის წონასთან, რომელიც 14 ტონას შეადგენს. უკრაინული ჯავშან მანქანა ასევე აღჭურვილია მაღალი წარმადობის 360 ცხენისძალიანი დიზელის ძრავით, რაც მას საშუალებას მისცემს მიაღწიოს ისეთივე მაქსიმალურ სიჩქარეს, როგორიც ამერიკულ ჯავშან მანქანას აქვს. ეს ახალი დიზაინით შექმნილია ისე, რომ შეესაბამებოდეს M113-ის მანევრულობას, მოქნილობასა და შიდა ტევადობას. ამიტომ უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ის ბევრ შემთხვევაში ძალიან ნაცნობი იქნება. მაგრამ ისინი ბევრად უფრო უსაფრთხოდ უნდა იყვნენ სკიფის ბორტზე, რადგან ამ ორს შორის მთავარი განსხვავება მათ ჯავშანში ჩანს. რეალურად სკიფს გავრცელებული ინფორმაციით ორჯერ მეტი დაცვა აქვს, ვიდრე M113-ის. მაგალითად, წინა ნაწილში მას აქვს NATO-ს STANAG 4579-ის მეოთხე დონის დაცვის სისტემა, რაც საშუალებას აძლევს გაუძლოს 14.5 მმ-იანი თხვიამფქვევის ცეცხლს, ან 155 M-იანი საარტილერიო ჭურვის აფეთქებას ახლო მანძილზე. გვერდებზე და უკანა ნაწილში სკიფს აქვს მესამე დონის დამცავი ჯავშანი, რომელიც საკმარისად მტკიცია, რომ გაუძლოს 7.62 მმ-იანი თხვიამფქვევის ცეცხლს, ან საარტილერიო ჭურვების აფეთქებას საშუალო მანძილზე. კორპუსის ქვემოთ ჯავშან მანქანის ჯავშანი საკმარისად ძლიერია, რომ გაუძლოს ნაღმების აფეთქებას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ცნობების მიხედვით მას შეუძლია გაუძლოს დაახლოებით 13 ფუნტი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქებებას, როგორც უშუალოდ კორპუსის ქვეშ, ასევე მუხლუხების ქვეშ. ამის წყალობით სკიფს უნდა კონდეს გაცილებით მეტი შანსი გადალახოს ყველაზე რთული და საშიში წინახაზის უბნები და ამავე დროს დაიცვას ჯარისკაცები.
რაც შეეხება ჯარისკაცებს, ამ უკრაინულ ჯავშან მანქანას აქვს შიდა ტევადობა ერთდროულად 8 ადამიანისათვის. მგზავრები განთავსდებიან უკანა განყოფილებაში, სადაც უკანა მხარეს განთავსებული პანდუსი იკეცება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მარტივი შესვლა და გამოსვლა. წინა ნაწილში ძრავის უკან თითოეულ მანქანას მართავს 3 კაცისგან შემდგარი ეკიპაჟი: მძღოლი, მეთაური და საბრძოლო ოპერატორი ან მსროლელი. რაც შეეხება დრონებს, მწარმოებელს ბევრი დეტალი არ გაუმჟღავნებია სკიფის ანტიდრონული შესაძლებლობების შესახებ, თუმცა მისი გამაგრებული ჯავშანი უკეთესად გაუძლებს დრონის აფეთქებებს ან ჩამოვარდნილ ნამსხვრევებს, ვიდრე MA-113-ის ჯავშანი. ასევე მიიჩნევა, რომ მას ექნება გარკვეული ტიპის ელექტრონული ომის შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს ჩაახშოს შემომავალი დრონების კომუნიკაცია და შესაძლოა გადაახვევინოს ისინი კურსიდან. Warzone-ის ექსპერტები ელიან, რომ მომავალში სკიფს დამატებული ექნება ეგრეთ წოდებული Cope Cage. ეს იქნება სპეციალურად შექმნილი ჯავშნის დამატება, რომელიც მიზნად ისახავს დრონების უშუალოდ მანქანის კორპუსთან შეჯახების თავიდან აცილებას, მსგავსად იმ გალიებისა და ზღარბის წვერებისა, რომლებიც სხვა უკრაინულ ტანკებსა და მანქანებზეა დამონტაჟებული. Scape ასევე აღჭურვილია უკრაინული წარმოების კომუნიკაციის, ნავიგაციის, ცეცხლის მართვისა და სიტუაციური ცნობიერების სისტემებით, ხოლო კორპუსის წინა ნაწილზე დამონტაჟებულია კვამლის ხუმბარ მტყორცნების ბლოკი. ესეც შეიძლება დაეხმაროს ჯავშან მანქანას მტრის დრონების თავიდან აცილებაში, ან სასიკვდილო ზონებიდან გაქცევაში, ტერიტორიის კვამლის ღრუბლებით დაფარვის გზით. და Scape მხოლოდ თავდაცვითი და თავის არიდების მანევრებისთვის არ არის შექმნილი. მას შეიძლება დაუყენდეს დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულები, რომელთა კონფიგურაციაში შედის ან 12.7 მმ-იანი, ან 14.5 მმ ტყვიამფხვევი, რომელიც შეწყვილებულია 7.62 მმ-იანი დამხმარე იარაღთან. ამის წყალობით Scape-ის ეკიპაჟს თეორიულად შეუძლია ესროლოს მტრის ჯარისკაცებსა და ტექნიკას, ან თუნდაც ციდან მოიხსნას მოახლოებული დრონები. ეს თავის მხრივ შეიძლება Scape-ს კიდევ უფრო მრავალმხრივ ჯავშან მანქანად აქცევს, ვიდრე MA-113. თუ ის მუშაობს ისე როგორც რეკლამირებულია, მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. ჯარისკაცების ფრონტის ხაზზე და უკან გადაყვანიდან დაწყებული, დაჭრილების ევაკუაციით დასრულებული, ან თუნდაც მექანიზებულ შეტევებში მონაწილეობა მიიღოს. ის ასევე ძალიან ეფექტური შეიძლება იყოს დარტმეთი დრონების წინა პოზიციებზე გადაყვანაში, საიდანაც ისინი ცაში აფრინდებიან და რუსულ პოზიციებზე ცეცხლს დაატეხენ. მოკლედ, მას აქვს ყველაფერი, რომ უკრაინის არსენალს მნიშვნელოვანი დამატება იყოს და UKR Armotech-მა უკვე გამოსცა და მისი პროტოტიპი ქარხნულ ტესტებში. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად, სრულმასშტაბიანი სამხედრო დანერგვისკენ მიდიან, პარალელურად ასრულებენ და ამუშავებენ მანქანის დიზაინს. მაგალითად, პროტოტიპს ალუმინის კორპუსი აქვს, ზუსტად როგორც MA-113-ს, მაგრამ კომპანია ასევე განხილავს ფოლადის ჯავშან ჩასისზე გადასვლის შესაძლებლობას. ეს შეიძლება კიდევ უფრო უკეთეს დაცვას უზრუნველყოფდეს მტრის ცეცხლისგან, თუმცა თავის მხრივ შეიძლება გავლენა მოახდინოს მანქანის საერთო სტრუქტურასა და მანევრულობაზე. ამ ეტაპზე UKR Armotech ასევე უწევს მანქანის კომპონენტების დაახლოებით 60%-ის იმპორტი, მათ შორის ძრავის, გადაცემათა კოლოფის, საკიდარის ელემენტებისა და მუხლუხების სხვადასხვა ქვეყნიდან. მაგრამ იმედოვნებს, რომ საბოლოოდ მიაღწევს იმ ეტაპს, როდესაც შეძლებს ლოკალიზაციას, წარმოებას და ეფექტურად ექნება და მართავს საკუთარ Scape-ის მიწოდების ჯაჭვს. ეს დიდი მიღწევა იქნებოდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკრაინას აღარ მოუწევდა ასე ძლიერად დაეყრდნო მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი სურვილისა და რაოდენობის მიხედვით აგზავნიან დამატებით ჯავშან ტრანსპორტიორებს. ამის ნაცვლად კიევს ექნებოდა კონტროლი. საჭირო ბიუჯეტის არსებობის შემთხვევაში, მას შეიძლება იმდენი ასეთი მანქანის წარმოება, რამდენიც მის არმიას დასჭირდება, ასევე ყველა შესაბამისი სათადარიგო ნაწილისა და სისტემის წარმოება, რათა შეაკეთოს და შეინარჩუნოს ნებისმიერი ჯავშან ტრანსპორტიორი, რომელიც ბრძოლაში დაზიანდება. და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით ერთი Scape-ის ღირებულება რამდენი იქნება, სავარაუდოდ ის ბევრად ნაკლები ეღირება, ვიდრე მაგალითად 2.5 მილიონი $, რომელსაც აშეშჩო ხარჯავს საკუთარ ახალთაობის ჯავშან ტრანსპორტიორზე, მრავალფუნქციურ ჯავშან მანქანაზე. უკრაინას არ აქვს ისეთი უზარმაზარი სამხედრო ბიუჯეტი, როგორიც აშეთეშოს, ამიტომ მას მოუწევს ფრთხილად იყოს მის ხელთ არსებული სახსრებით, მაგრამ მას შეუძლია თავდაპირველად მცირე რაოდენობის Scape-ებში დააბანდოს, შემდეგ კი ეტაპობრივად გაზარდოს მათი რაოდენობა. ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც ბევრი სხვა უკრაინული თავდაცვის კომპანია, UKR Armotech უშუალოდ უკრაინელ ჯარისკაცებთან ურთიერთობს, რათა დიზაინის გადაწყვეტილებები მათ საჭიროებებზე დაბრუნებით მიიღოს. ეს დაადასტურა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კენადი კირიმ, რომელმაც Defense Express განუცხადა. პირველ რიგში ჩვენ დავეყრდენით ჩვენს კონდენით ჩვენს კონტაქტს სამხედროებთან, მათ საჭიროებათა გაგებას და საბრძოლო ველზე ბორბლებიანი ტექნიკის გამოგონების ამოცდილებას. უკრაინაში მიმდინარე აქტიურმა საბრძოლო მოქმედებებმა აჩვენა, რომ შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ძალების დანაყოფების და ფორმირებების მობილურობის უზრუნველსაყოფად და შესანარჩუნებლად საჭიროა დიდი რაოდენობის ჯავშან ტექნიკა. აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს სურთ დამატებითი მუხლუხებიანი ტექნიკა, რათა მათ შეძლონ ოპერაციების განხორციელება და მობილურობის შენარჩუნება რთული რელიეფის მქონე ტერიტორიებზე. როდესაც საქმე რთულ რელიეფზე, ტალახში ან დნობად პირობებში მობილურობის შენარჩუნებას ეხება, ბორბლებიან ჯავშან ტექნიკასთან შედარებით ბელტიანი ჯავშან ტექნიკას მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. მუხლუხიც ასევე უფრო მდგრადია ისეთი საფრთხეების მიმართ, როგორიცაა ნაღმები, артиლერიის ნამსხვრევები და მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის სროლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომპანიები ასე მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის არმიასთან. ითვალისწინებენ ჯარისკაცების კომენტარებს
სწორედ ამის წყალობით ხდება შესაძლებელი ისეთი ინოვაციების დანერგვა, როგორიცაა სკიფი, და ისინი ასე სწრაფად უზრუნველყოფენ რეალურ საბრძოლო ღირებულებას. ასეთ დინამიკურ ომში კი დრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. კიევის ჯარისკაცებს არ აქვთ ფუფუნება, რომ დაელოდონ კომპანიებს მრავალ პროტოტიპიან და ხანგრძლივ დროს მომთხოვნ გამოცდებს. მათ სჭირდებათ ახალი იარაღი, ტექნიკა და აღჭურვილობა, რაც შეიძლება მალე, და ისეთი კომპანიები, როგორიცაა უკრ-არმოტექი, პასუხობენ ამ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ სკიფის გარშემო აჟიოტაჟი იზრდება, მნიშვნელოვანია რეალისტური მოლოდინები გქონდეს მის როლზე დღევანდელ ომში. არანაირი შანსი არ არის, რომ უკრაინა უეცრად უარს ითქვის იმ ასობით M-13-ზე, რაც ჯერ კიდევ აქვს, და მთლიანად სკიფის ძალაზე გადავა მაგალითად. ეს უკიდურესად არაეფექტური იქნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მას ჯავშანთან გარკვეული პრობლემები აქვს, M-13 მაინც სერიოზული ტექნიკაა. ეს არის აქტუალური და გაგამოსადეგი ჯავშან ტრანსპორტიორი, რომელსაც ამ ომში ჯერ კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს. შედეგად კიევის ჯარები ყველაზე დიდი ალბათობით გააგრძელებენ M-11-3-ის გამოყენებას სხვადასხვა ამოცანისთვის, როგორიცაა ჯარისკაცების გადაყვანა, სამედიცინო ევაკუაცია და ასე შემდეგ. ხოლო თანდათანობით შემოიტანენ სკიფებსაც და შემდეგ თითოეულ ჯავშან მანქანას მისივე მახასიათებლებისა და უპირატესობების მიხედვით გამოიყენებენ. მაგალითად, სკიფის დამატებითი ჯავშანი მას უფრო ეფექტურ და გამოსადეგ არჩევანად აქცევს, იმ შემთხვევაში, როცა უკრაინას ყველაზე საშიშ წინა ხაზზე ჯარისკაცების გადაყვანა ან დრონების გაშვება სჭირდება. და მიუხედავად იმისა, რომ სრული გადასვლა შეიძლება წლები გაგრძელდეს, უკრაინას ახლა უკვე ნათელი გზა აქვს წინ. თუ შეძლებს საჭირო დაფინანსებისა და რესურსების მოძიებას, მომავალში ეს ჯავშან მანქანა შეიძლება მისი სახმელეთო ძალების განუყოფელ ნაწილად იქცეს. ხოლო ექსპორტზე გატანით სხვა ქვეყნებისთვის, უკრაინამ შესაძლოა სოლიდური შემოსავალიც მიიღოს. როგორც არ უნდა იყოს, SCIF შესანიშნავი დამატება არსენალში. და კიდევ ერთი გამორჩეული მაგალითი უკრაინის სულ უფრო ინოვაციური თავდაცვის ინდუსტრიისა, რომელიც განაგრძობს ისეთი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის შექმნას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ამ ომის სახე და შიში და ეჭვი დათესოს რუსეთის სარდლების გულებში. უკრაინის ყველაზე საინტერესო სამხედრო ინოვაციების შესახებ კიდევ უფრო მეტ შეგიძლიათ გაიგოთ ამ ვიდეოში, სადაც ნაჩვენებია, როგორ იწყებს კიევი ტერმინატორის სტილის რობოტების გამოყენებას ფრონტის ხაზებზე. ან უყურეთ ამ ვიდეოს, რომ ნახოთ, როგორ იწყებს რუსეთი რეალურად დაშლას. მაშინაც კი, როცა თავად პრეზიდენტი პუტინი იძულებულია აღიაროს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კრიზისშია. არ დაგავიწყდეთ არხზე გამოწერა მეტი საინტერესო ანალიზისა და სამხედრო მიმოხილვებებისთვის, როგორიც ეს ვიდეოა. და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.